მოგესალმებით მეგობრებო ყველას, მოკლედ რაღაცა მომხდარა ყაზბეგში და არ იძახიან რა ხდება და როგორც ჩანს მიწა შეიძრაო, მოკლედ მარტო მიწა კი არა. მეტი წუთით. საფლავებიო და ამიტომ ყველას დაგვატიჟებთ თუ ყაზბეგიდან ხართ. ყველა დამინდასტურეთ ეს ინფორმაცია, ეხლა დაგიპოსტავთ რაღაცას, მომწერეს. მოკლედ, თამარ პოსტი ნახე და კომენტარები ყაზბეგში საფლავები იძრაო. 4 დღის წინ ვიდეო რომ ჩაწერე მთვარის დაბრუნებაზე იქნება და რაღაც საშინელებაო, ეგ გამახსენდა. ხო და მოკლედ ნანა ზოციაშვილს დაუდვია პოსტი. სადაც ეწერა ყაზბეგში მოხდა, მაგრამ არ ამხელენო, რაღაცა მოხდა ყაზბეგში. მოკლედ, დამიდასტურეთ ეს ამბავი მეგობრებო. დამიდასტურეთ. რა მოხდა ყაზბეგში? მანამდე მე აქ ბევრი საქმე მაქვს, ეხლა მე გაჩვენებთ აქ რა უნდა გავაკეთოთ. რა უნდა გავაკეთოთ? ლამაზი დღეა, ნახეთ რა ლამაზი დღეა. მართლაც ძალიან ლამაზი დღეა. გამოვალაგეთ, აქ ბავშვებმა რაღაცეები დახატეს თითქოს და მე დაეზარათ. მე დაეზარათ დახატვა. აი აქ გასაკეთებელი ხალხო, ახლა დავიწყეთ და ჭერი უნდა გავაკეთოთ, ნახეთ. ჭერი უნდა გავაკეთოთ, აქ ეს. თუ ვინმეს დახმარება გსურთ, მეგობრებო, მოგვეხმარეთ რა. მოდით გავაკეთოთ ერთად. ჩემი მეუღლე აქ არის. ეს ერთი კვირა ვიმუშავებთ მთელი დღეების მანძილზე. ვისაც გაინტერესებთ, მოდით. ჩვენი გაცნობა, მოდით. გაგვიცანით, მოდით და მე მოვილაპარაკოთ, როგორ რანაირად დაგვეხმარებით, ხო? ხო. ასე რომ გელოდებით მომავალ შეხვედრამდე რამდენად გამაგებინეთ რა მოხდა ყაზბეგში. რა მოხდა ყაზბეგში? თორე კიდევ თავზე დაგეგრებათ ყველაფერი, რო იცოდეთ, თუ არ გამაგებინებთ. ხუმრობ, მეგობრებო, ხუმრობ. ღმერთმა ყველა კარგად გამყოფოთ, კაცო. თქვენი ნაკლულებიანა და პლუს მინუსებიანა და ეხლა მე ვეძებ შემქმარ საწავი და არ ვიცი, ეზოში მეგონა და არ არის ეზოში. ალბათ პადვას ჩავიდა. წავედი მეც. აბა,